მოგესალმებით. მე მინდა აქ გავიხსენო ორი წამოცდენა გავიხსენო როგორც ფსიქოლოგმა და ფსიქოლოგობა არ არის საჭირო იმისთვის რომ წამოცდენა რას ნიშნავს ადამიანი მიხვდეს. ერთმა ქალბატონმა იმ შეხვედრაზე სამინისტროში თქვა ესეთი რამე რომ ჩემმა 7 წლის შვილმაო მაგალითად არ იცისო სადა აქვს გენიტალიებიო და როგორ მოუაროს მასო. ჩვენ საერთოდ არ ქონდა ამ თემაზე საუბარი და ეს მოხდა ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა იქვე მიმართა რომ ეს არ არის სკოლის საქმე, სკოლაში არ უნდა ასწავლიდან ბავშვს ამას. ანუ ლაპარაკი აქ თითქოს ჰიგიენაზე, მაგრამ ეს 3-დან 6 წლამდე ბავშვი ამას მშვენივრად სწავლობს. და მეორე წამოცდენა იყო ასეთივე, რომ 3 წლის ბავშვი გაუპატიურებისგან რომ ვიხსნათო, მას უნდა ვასწავლოთო ის ადგილები, სადაც არ შეიძლება შეხებაო. ეს არის გაუგონარი ნათქვამი, სრულიად, იმიტომ რომ 3 წლისან, თუნდაც 5 წლისან, 10 წლის ბავშვს რომ ასწავლო ადგილები, სადაც არ შეიძლება შეხება, ეს რა ქცევის პროვოცირებას გამოიწვევს, მე ამით არ დაკლით თქვენ ახლა. ეს არის და ის ქალბატონი იყო ფსიქოლოგი, ვინც ეს განაცხადა. და ამ დებატებში რასაკვირველია ხა ამბობენ რომ ჩვენ არაფერი ცუდი არ გვიფიქრია და შეიძლება არც უფიქრიათ, მაგრამ ფაქტია რომ ის მათი მომხრეები საუბრობენ სწორედ იმ თემაზე, რისიც ჩვენ განაგვეშინია, რისიც ჩვენ პრევენცია გვინდა. რეალურად სკოლა არის ადგილი, სადაც განაის რომ არ შეიძლება რამე ისწავლოს, ეს არ განიხილება რაღაც თემები, არის თემა, რომელიც არ განიხილება. ამაზე გვამასხარავებენ, რომ თქვენ გეშინიათ ინფორმირებული ბავშვების. თქვენ გინდათ აკრძალვები. აკრძალვა იწვევს დაინტერესებას. აკრძალვა იწვევს დაინტერესებას. ჩვენ არ განვიხილავთ ამ თემებს. ეს არ არის აკრძალვა. ეს არის არ განხილვა, იმიტომ რომ სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა იყოს ჯამრთელი, ფსიქიკურად ჯამრთელი, ფიზიკურად ჯამრთელი, მან უნდა ისწავლოს საგნები, ისწავლოს საქართველოს ისტორია, ისწავლოს მათემატიკა, ინგლისური და რაც გნებავთ ის ყველა საგანი. და მას უნდა ქონდეს აბსოლუტური უსაფრთხოება, როგორც ფიზიკური, ასე ფსიქიკური. ეხლა რა არის ის, როდესაც ბავშვთან ლაპარაკობთ, ვთქვათ, სექსუალურ, თუნდაც ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებზე. აღარ ვლაპარაკობ ჰომოსექსუალიზმზე, ან რაიმე სხვა პერვერსიებზე. როდესაც ყველა ადამიანზე ჩვენც ვიყავით ბავშვები, ამის ინტერესი აქვს, ბუნებრივი აინტერესებს, ეს პულსირებს მასში ეს ინტერესი. როგორც კი იწყება ამ თემაზე ლაპარაკი, მით უმეტეს რაღაცა ჩვენება, რაღაცა ამ პლაკატის, ან რაიმე ფილმის, ეს პულსაცია იზრდება, ინტერესი იზრდება. და შემოდის განცდა, რომ ესე იგი ეს შეიძლება, რადგან მე ამ თემაზე მელაპარაკებიან, ესე იგი ეს მე შემიძლია რომ გავაკეთო, თან მასწავლიან როგორ გავაკეთო და შესაბამისად ერთი მომენტია, ქცევასა და დაშვებას შორის არის მარტო სიტუაცია. ანუ რას გულისხმობ? მე თუ რამეს დაუშვებ ადამიანი პიროვნება, მე იმ ქცევას განვახორციელებ პირველივე სიტუაციაში, რომელიც მომეცემა. ეს არის ღალატი მეუღლის თუ ეს არის რაიმე სხვა ქცევა. ნებისმიერ ეს არის იწყება ყველაფერი დაშვებიდან. ეხლა რაც შეეხება აი ამ ვთქვათ იგივე ამ ჰომოსექსუალურ თუ ნებისმიერ სხვა მსგავს იგივე პერვერსიებს, მართლაც ესეა, რომ დღეს ეს ამოღებულია დაავადებათა სიიდან, ითვლება ნორმად და ნორმა არის შეთანხმების საკითხი, შესაძლებელია რომ ადამიანები შეთანხმდნენ და არ თანხმდებიან, ძალიან ბევრი ფსიქიატრი ამას აპროტესტებს ნებისმიერ ქვეყანაში და ჩვენ ეს მოვისმინეთ და კიდე მოვისმენთ ალბათ ბევრს. მაგრამ იძახიან რომ არის ნორმა და ამ რიგში დგას ინცესტი და პედოფილია და ნამდვილად დგას, იმიტომ რომ მე პირადად მაქვს წაკითხული მსგავსი არგუმენტები, რომ საკუთარ შვილთან უფრო კარგია მშობლისგან ისწავლოს, პირველი სექსუალური გამოცდილება ქონდეს, ვიდრე სხვისგან, იმიტომ რომ მშობელი უფრო დაინდობს, ვიდრე სხვა. ანუ მსგავსი სისულელე, სისულელე ალბათ ძალიან რბილად ნათქვამია, აღარ ვლაპარაკობ პედოფილიაზე, ძალიან დაიწია ასაკი ბავშვისთვის 10-11 წელი უკვე მას აქვს უფლება რომ ქონდეს სექსუალური ურთიერთობა. ზოგად საკაცობრიო ღირებულებები არსებობს 10 მცნება, ეს არის მორალური კოდექსი სრულიად კაცობრიობის და მე არ მეგულება ადამიანი არც ერთი მიმართულებით, რომელიც თვლიდეს რომ ის მე რაც ჩამოვთვალე ეს მე ვიტყოდი უცნაურობები და საშინელებები რომ ნორმად მიაჩნდეს. აქედან გამომდინარე, სრულიად გამორიცხულია. სკოლა უნდა იყოს სრულიად თავისუფალი მსგავსი თემებისგან. იგივე ოჯახია სკოლა და აქ როგორც ოჯახში არ შეიძლება უზნეობა ასწავლო, გინება ასწავლო, რამე ამორალური ბავშვი, ისე არ შეიძლება ასწავლო
სკოლაში. დიდი აინა თქვენ რო თქვით რომ 9 წლის ბავშვზე რო ყვებოდი თქვენ 9 წლის ბავშვს თუ ეკრება კავშირი და ასაკებია საერთოდ ჰომოსექსუალიზმის როგორც ასეთის წარმოშობას აქვს ძალიან ბევრი თეორია არსებობს როგორც ფსიქოლოგიაში ისე ფსიქიატრიაში უამრავი და არსებობს დასწავლის თეორია და კარგია ბატონო გურამ ეს რომ მკითხეთ იმიტომ რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მასხრათ ამიგდო ესე მითხრა რომ გეშინია თო ჰომოსექსუალი გადამდებიაო გრიპიაო რაო თქვენ შულს გადაედებაო ჩემი შვილისგანო აი ესეთი კითხვა დამისვა დიახაც გადამდებია იმიტომ რომ ქცევის მოდელირება ქცევის დასწავლა აბა როგორ ხდება? აბა როგორ ხდება აღზრდა ბავშვის? ის პატერნი, რა პატერნსაც ის ხედავს, იმპრინტირება ტვინსაკ უნარი, როგორც ფოტოაპარატს აღბეჭდოს ქცევის მოდელი. ჩაიგდოს თავის არაცნობიერში და განახორციელოს ის ქცევა. ეს აქვს ბავშვობიდანვე და ეს არის მთელი ცხოვრება ჩვენ რა ვართ? მე ვინ ვარ, რაც მასწავლეს ის ვარ, როგორც გამზარდეს ის ვარ და მე რაც მე ვისწავლე ის ვარ და რაც მე გავაკეთე ის ვარ. არსებობს, როდესაც მე მამაო ჩვენოს მიგზავნდნენ სკოლაში და მე მახსოვს და აქ არიან, აი მეუფე აქ არის და სწორედ ჩვენ ვიკრიბებოდით მასთან, მაშინ მამა გიორგი იყო, გოგი ყიფიანი და ბევრს ახსოვს, მამაო ჩვენოს გვიგზავნდნენ სკოლაში ეს დალოცვილები და დღეს აი არის ლაპარაკი იმაზე, რომ ხვალ შეიძლება მოხდეს რაღაცა მსგავსი ვთქვათ ორიენტაციებზე საუბრები. ეს თემები არ უნდა განიხილებოდეს. ეს არ არის აკრძალვა. მე კიდევ ერთხელ